პროტესტის 25 დღესაც კვლავ რუსთაველის გამზირზე რეკორდული რაოდენობის მოქალაქე დგას, იყო რამდენიმე მარში და ყველა გაერთიანდა საკანონმდებლო ორგანოსთან. ჩვენ მოვყევით კახელების მარშს, ის დაიძრა ერეკლე მეორის მოედნიდან. კახელებმა დღეს მსვლელობით გადაინაცვლეს სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან. იქ პრეზიდენტი გამოვიდა იმისთვის, რომ კახელებისთვის გადაეხადა მადლობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ათონელის რეზიდენციასთან იყო მოწყობილი მერიის სცენა და როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა ათონელის რეზიდენციიდან, მერიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ მუსიკისთვის იმდენად ხმამაღლა აეწიათ, რომ იქ მისულ მოქალაქეებს ვერ გაიგოთ პრეზიდენტის მიმართვა, თუმცა პრეზიდენტმა გადაინაცვლა უკვე სცენისკენ და ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მიმართა იქ შეკრებულ ადამიანებს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მადლობა გადაუხადა ყველა საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც 25 დღის განმავლობაში უწყვეტად და დაუღალავად დგას დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ასევე პრეზიდენტი გამოეხმაურა იმასაც, რომ უკანონოდ დააპატიმრეს სცენა გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა. ის სცენა საკანონმდებლო ორგანოსთან უნდა მოწყობილიყო და სწორედ ამ სცენიდან უნდა მიემართა დღეს პრეზიდენტს აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, თუმცა როგორც ჩანს საგანგებო დავალება მიიღეს რაზმის წარმომადგენლებმა, სცენა დააპატიმრეს და პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი ვერ დააპატიმრებენ ყველა სცენას და უთხრა ხელისუფლებას, რომ მისი ხმა და საქართველოს მოქალაქეების ხმა გაჟღერდება ყველა თავისუფალი სივრციდან. ზუსტად 1 საათზე ნაკლები დრო რჩება იქამდე, სანამ პრეზიდენტი გამოჩნდება რუსთაველის გამზირზე და პარლამენტთან მიმართავს მოქალაქეებს, თუმცა რამდენიმე წუთით ადრე პრეზიდენტმა ყველას თითოეულ მოქალაქეს გადაუხადა მადლობა, ვინც უწყვეტად დგას საქართველოს ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში. ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერი ჩვენია, თქვენია. დაწი შეგხვდებით კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არა ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა და შევხვდეთ 9 საათზე. დიდი ოვაციებით შეხვდნენ დღეს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები. ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ადამიანები ელოდებიან სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას. დღეს იყო რამდენიმე მარში, იყო კახელების მარში, მასწავლებლების მარში. ყველა ეს პროტესტი უკვე გაერთიანებულია საკანონმდებლო ორგანოსთან. დღეს გაერთიანდნენ თელაველები და გურჯაანელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა ისინი იბრძვიან ერთი იდეის გარშემო, რომ ქართულ ოცნებას დაახევინონ უკან, ჩაანიშნინონ ხელახალი არჩევნები და ასევე უკანონო პატიმრობიდან იხსნან ის ახალგაზრდები, ვინც ამ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს. დღეს ასევე საპროტესტო აქციაზე დგანან ირაკლი ღარიბაშვილის თანაქალაქელები, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში ქართული ოცნების წინააღმდეგ, რადგან ფიქრობენ, რომ ახლა საქართველო არის დასაცავი, რადგან ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ღირებულებები დაუკარგოს. სწორედ ამიტომ დღეს პროტესტის 25 დღესაც ყველა პროფესიის, ყველა ასაკის ადამიანი კვლავ დგას საკანონმდებლო ორგანოსთან. აქ არიან მომღერლებიც, ხელოვანებიც, მასწავლებლებიც და ყველა ერთად ახლა ელოდება უმნიშვნელოვანეს 9 საათს და სალომე ზურაბიშვილის აქ გამოჩენას. ხალხი ამბობს, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა, სწორედ ამიტომ მის სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი მოლოდინია, რა სიტყვის სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან 9 საათზე. მთავარი მნიშვნელობა აქვს აი ამ ერთობას. ეს არის ყველაფრის სათავე. მე ვფიქრობ, კახელებმა გვიან გავიყვიდეთ, მაგრამ ეს მოედის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი გააკეთებს მიმართვას. ნუ არ ვიცი, სტრაშია საქმე, მე აჟიტირებული ვარ ცოტა ეხლა და აქტოვანებული ვარ ამ ერთობით და ამ დიდი სიყვარულით თავისი ქვეყნის და სამშობლოს მიმართ. რა ვიცი, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას. მოვედით ეხლა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ეს ერთგვარი არის ჩვენი სოლიდარობა. შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ შეუერთდებით ისევ ტრადიციულად რუსთაველის გამზირს. ეხლა ვცდილობთ აქ კახელები მომღერლები არიან და გავერთიანდეთ და ერთი მრავალჟამიერი ვიმღეროთ. არ არსებობს სფერო, რომ არ აპროტესტებდეს, არ არსებობს რეგიონი, რომ არ იყოს ამ პროცესში ჩართული და
ელემენტარულად მინდა მოუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ვერ დარჩებით, ეგ არის გამორიცხული. თქვენ ქართველ ხალხს კარგად არ იცნობთ. ერთი ამერიკელი, ერთი ევროპელი მითხარით, ვისაც ქართველ ჯარისკაცი ან პოლიციელი ყავ მოკლული. გოიმებ არ უნდა გავამარჯვებინოთ გარი. ძალადობით ამ პლანეტა გავხეთქავთ შუაზე. ეს რას მოითხოვთ ქუჩაში? ეს რას მოითხოვ აცვანაკეთ ამათ საბლატაო სად არის? არჩევნებს, ახალ არჩევნებს მოითხოვე. მოვედი, იმიტომ რომ საქართველოს ჩემთვის არის სამშობლო და სამშობლოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ასეთი ერთობა მე ცხოვრებაში არ მინახავს მანამდე, ამდენი ხანი. ამიტომაც აქავარ რომ ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი მიზანი და ვიცხოვროთ ისეთ ევროპაში, რომელსაც ვიღებთ ყოველ წელს. პროტესტის 25 დღესაც საკანონმდებლო ორგანოსთან რეკორდული რაოდენობის ადამიანი დგას. დღეს იქნება განსხვავებული დღე, როდესაც სენას აქ მოწყობილ სენას დაიკავებს სალომე ზურაბიშვილი და მიმართავს აქ შეკრებილ ადამიანებს. საინტერესოა რა სიტყვის პრეზიდენტი და განსაკუთრებული მოლოდინი აქვს აქ შეკრებილ ადამიანებს. იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნება დღეს პრეზიდენტის მთავარი სათქმელი.